რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ უკვე რამდენიმე საათია საუდის არაბეთში ერ-რიადში მიმდინარეობს შეერთებული შტატებისა და რუსული დელეგაციების შეხვედრა. ვიცით, რომ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და გრიგორი კარასინი და ასევე FSB-ს დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა. ჯერჯერობით არანაირი განცხადება და არ გაკეთებულა და არანაირი ინფორმაციაც კი არ გამოდის ამ დახურული შეხვედრიდან. ვიცით, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ადგილზე მიღებული და ჟურნალისტებს არამხოლოდ ის ტერიტორია, სადაც ის დარბაზის და მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ეს შეხვედრა, არამედ მთლიანად სასტუმროც კი დაატოვებინეს და ისინი გარეთ ელოდებიან შეხვედრის დასრულებას. ვნახოთ, რით დასრულდება დღევანდელი მოლაპარაკებები. ვიცით ასევე, რომ უკრაინულ დელეგაციას გუშინ ჰქონდა შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ისინი ასევე ელოდებიან ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების დასრულებას, ამ შედეგების გაცნობას და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთი შეხვედრა სწორედ ამის შემდეგ შედგეს უკვე ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის. უფრო დაგვეხმარება ახლა გავარკვიოთ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს ამ მოლაპარაკებებისგან. ჩვენი სტუმარი ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონი ნინო. მადლობა მობრძანებისთვის და პირველ რიგში რასაკვირველია, მოდით დავიწყოთ ამ შეხვედრით, რომლის შესახებ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ეს წინამდებარე ისტორია, ის მოლაპარაკებები და განცხადებები, რაც ვიცით, რაც წინ უძღოდა ამ შეხვედრას, რა მოლოდინს გიტოვებთ თქვენ? ხო, დეტალები უცნობია, ლოგიკურიც არის რომ უცნობია, იმიტომ რომ ძალიან რთული მოლაპარაკებები მიდის, ალბათ უახლეს ისტორიის ყველაზე რთული რაც გვინახავს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დაპირისპირებული პოზიციები ხვდება ერთმანეთს, აქ მედიატორის როლიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მედიატორსაც არ აქვს ადვილი ამოცანა ამ შემთხვევაში. ერთია, რომ ვაშინგტონს და მის ახალ ადმინისტრაციას მტკიცება აქვს, რომ დინამიკა პოზიტიური იყოს, მეორეა რამდენად ეს შესაძლებელია, როდესაც ჯერ კიდევ ცხელი ომის ფაზაა და პრინციპში მხარეები ჯერ ახლოსაც არ არიან იქამდე, რომ წინა პირობები შეჯერდეს თუ როგორი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. თუნდაც 30 დღიანი ზავი, თუნდაც 30 დღიანი ზავი, იმიტომ რომ ამასაც ჭირდება წინა პირობები, რომელსაც მხარეები აყენებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინული მხარე, ვთქვათ, უპირობო ამ ეტაპზე უპირობო თანხმობას აცხადებდა, ამავდროულად ვიხილეთ, რომ მეორე მხრიდან ეს მზაობა არ არის. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკების დისპოზიციები იცვლება იმის მიხედვით, რომელ მხარეს აქვს კონკრეტულად მიმდინარე მომენტში ცხელი ომის ფაზაში უპირატესობა და ეს დღის მდგომარეობით არის, ვთქვათ, რუსეთისთვის უფრო მომგებიანი პოზიცია, ამიტომ მისთვის მოლაპარაკებების გარღვევა ისეთ იმდენად უბრალოდ მას ვთქვათ მის ინტერესში ახლა უფრო შედის პროცესის გაჯანჯლება, ვიდრე ვთქვათ განსხვავებით უკრაინისგან, რომელსაც ვთქვათ მყისიერი შედეგი აწყობს. ამავდროულად მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ საკითხებზე, იმიტომ რომ რუსეთი კონკრეტულ ეტაპებს იყენებს თავისი პოზიციებისთვის სასარგებლოდ სავაჭროდ. ამ შემთხვევაში ის თუ დათანხმდა ვთქვათ ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან თავის შეკავებაზე დათანხმდა, ახლა მას სურს რომ თუ ვთქვათ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე გადავა მოლაპარაკება, მაშინ მან სანაცვლოდ ვთქვათ შერბილებული პოზიციები სანქციებთან მიმართებით იხილოს და ასე შემდეგ. ამიტომ რთული მოლაპარაკებებია, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული საკითხი, კონკრეტულ სავაჭრო თემაზე არის მიბმული და რა მთავარ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი თქვენი აზრით დღევანდელმა მოლაპარაკებამ? იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა, იქნება თუ არა ამაზე თანხმობა, თუ აი როგორც ვარაუდობენ უკვე მათ შორის ჟურნალისტები თუ ექსპერტები, თუ ეს დააჩქარებს თავად ტრამპისთვის იმ გადაწყვეტილებას და იმის დანახვას, რომ ვლადიმერ პუტინი უბრალოდ არ არის მზად მშვიდობისთვის. ასე სწრაფად ალბათ მან ვერ მივალთ ამ მოლაპარაკების რაუნდზე ასეთ ყისიერ შედეგს არ ველოდები, იმიტომ რომ მათ შორის დონალდ ტრამპს, რომელმაც მედიაციის როლი იკისრა, გადაწყვეტილი აქვს, რომ საკმაოდ დიდი ფორა მისცეს ვლადიმერ პუტინს ამ ურთიერთობებში. ანუ მან ამ
დაპირისპირებულ მხარეებში აშკარა უპირატესობა ამ ეტაპზე მიანიჭა რუსეთს, იმიტომ რომ მათ შორის ხდება რომ გასაღები ომის გაჩერების არის სწორედ მოსკოვის ხელში და არა მეორე მხარეს. ის რომ უკრაინის გადასაწყვეტი იყოს, დღესვე შეჩერდებოდა ომი, მაგრამ ეს არის ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტი და შესაბამისად ვაშინგტონმა ეს იცის. ამიტომ უფრო დიდი ფორა არის, ვთქვათ, ახლა პუტინისთვის მინიჭებული, მაგრამ არ მგონია რომ მით უმეტეს რომ პუტინიც ვთქვათ, აი რაღაც ფორმით სანახევრო პოზიციებს შემხედრ ნაბიჯებს დგავს. კი ბატონო, მანიპულირებს კარგად. კი, კარგად და მათ შორის სარგებლობს ამ პოზიციით. რუსეთია რომ არის სარგებლოს ნებისმიერი მხარის ვთქვათ კეთილგანწყობით, რომელსაც ის აუცილებლად სისუსტეთ აღიქვამს. ვნახეთ კიდეც ეს პრეზიდენტების საუბრის წინ, სადაც გავრცელდა რაღაც ცნობილი ვიდეო, სადაც ცოტა აბუჩად იგდებენ ამერიკის პრეზიდენტს, ამას ალოდინებენ, ეს არის დიპლომატიური ჟესტები, რომელსაც კონკრეტული განმარტება აქვს და კონკრეტული საფუძველი აქვს. ამიტომ ცხადია ისინი თავის სასარგებლოდ იყენებენ აი ამ ფორას, რომელიც მას მიენიჭა. ამიტომ დღევანდელი მოლაპარაკებიდან შეიძლება რაიმე კონკრეტულ შემდგომ ნაბიჯზე შეთანხმება შედგეს, მაგრამ ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული გარღვევის მომცემი და ასევე არ მგონია რომ ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც ვთქვათ ვაშინგტონი დაინახავდა რუსეთის ნამდვილ სახეს. იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ვაშინგტონს ამის სურვილიც არ აქვს დღეის მდგომარეობით. თulis რომ მოლაპარაკების ტაქტიკა ამ წუთას ასე უნდა წარიმართოს და ჩვენს სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დაველოდოთ პროცესების განვითარებას. აქ არსებითი მნიშვნელობა უბრალოდ, როდესაც ვთქვათ, ტექნიკურად რომ ვაფასებდეთ ჩვენ მოლაპარაკების პროცესს, ხო ის უბრალოდ რაღაც სასწავლო კლასში რო ვიყოთ მოლაპარაკების ტექნიკის, პროცესს ართულებს აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, ხო? მედიაციის საჭიროებაც ამან შექმნა, რომ ძალიან მწვავეა დაპირისპირებული პოზიციები და მათი დაახლოვება ვერ ხერხდება, მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესში ეს უშუალოდ არ შედის, იმიტომ რომ ასევე ვთქვათ, ამ გარღვევასთან ახლოს მისვლას არ ადგება ის განცხადებები, რომ რუსეთს სურს მშვიდობა და მათ და ჩვენ და ვთქვათ ამერიკის მოლაპარაკებელს არ გონია რომ რუსეთი აპირებს ევროპის დაპყრობას ან რუსეთი აპირებს ვთქვათ ევროპის კონტინენტზე უფრო ღრმად შესვლას. იმიტომ რომ ეს რისკები ევროპის მხრიდან შეფასებულია როგორც მყისიერად მოცემული ფაქტები და რომელიც ეფუძნება წამყვანი დედაქალაქების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას. კი ბატონო, ევროპელი ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, რომელსაც სხვა შორის გუშინ საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რაც ალბათ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. კირ სტარმერმა თქვა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას, რომ როდესაც თეთრ სახლში იყო ის ცნობილი შეხვედრა ტრამპისა და ვოლოდიმერ ზელენსკის, თითქოს შემდეგ შეერთებული შტატებიდან იყო გარკვეული ზეწოლა ბრიტანეთის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მათ უფრო მკაფიოდ გამოეთქვათ, ასე ვთქვათ, ალბათ მოსალოდნელია, რომ ზელენსკის საწინააღმდეგო პოზიცია, რაც პირიქით მოხდა კაპიტონინო და პრაქტიკულად ახალი უსაფრთხოების კონცეფციაზე და ახალ დღის წესრიგზე მუშაობს მთლიანად ევროპა და ერთ-ერთი ლიდერი მართლაც არის ამ კოალიციის ლიდერობს ბრიტანეთში კირ სტარმერი, ხო? აი ამ მხრივ ამავე დროს ამ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან უკრაინის მთავარი მოთხოვნა და მთავარი პრინციპი, საიდანაც ის ამოდის, არის ის, რომ ეს უნდა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობა უკრაინელი ხალხისთვის, როგორც თავად ზელენსკიმ თქვა, უკრაინისთვის და მთელი ევროპის კონტინენტისთვის, ხო? აი ამ მიმართულებით როგორია აქ უკრაინის პოზიცია, მართლაც რამდენად სამართლიანია ვოლოდიმერ ზელენსკის ეს მოთხოვნა და რამდენად სწრაფად შეიძლება რომ აი ეს ევროპული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოექცეს უკრაინა და უზრუნველყოფს თუ არა ეს მართლაც ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. გარდა იმისა, რომ ფუნდამენტურად სამართლიანია ეს მოთხოვნა და ისტორიული კონტექსტიც ამას მოწმობს, ახლა ამ პოზიციების შერბილება
და რუსეთის სასარგებლო პოზიციის შემუშავება, სადაც თეორიულად ვინმე ცივილიზებული სამყაროდან შეიძლება დაუშვას, რომ უკრაინა შესაძლოა შეფასდეს როგორც არადამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ იმ ნარატივში ჩასვას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და ზოგადად რუსული იმპერიული ხედვა აყალიბებს, ეს იქნება დამღუპველი მსოფლიო წესრიგისთვის. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, უკრაინა არ არის განყენებულად, ჯერ ერთი რუსეთის სამეზობლოში არ არის მარტო და მეორეც ერთი ეს ფუნდამენტურად გადახედავდა იმ პრინციპებს, რომელზეც მსოფლიო შეთანხმდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და იმ ჩარჩოებზე და იმ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც საერთოდ ახერხებს, რომ მსოფლიოში მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში დასავლურ ნაწილში შეინარჩუნოს მშვიდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება, რომ სრულად ისტორიული კონტექსტის გადახედვა თუ მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოირღვევა ის ფუნდამენტი, რომელიც აკავშირებს მსოფლიო წესრიგს. წარმოუდგენელი ქაოსის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ სხვა სახელმწიფოს შეიძლება სხვა პრეტენზიები გაუჩნდეს. აბსოლუტურად. ამიტომ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი და ამიტომ გვინდა ახლა სწრაფი მედიაცია, რომ პოტენციურად მესამე მსოფლიო ომს თავი ავარიდოთ, მაშინ ამის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მინიმუმ რუსეთს ამ ხედვაში მიეთითოს, რომ ეს არ შეიძლება მოლაპარაკების წეგანი გახდეს. ანუ შესაძლოა რაღაც დათმობებზე მოუწევს წასვლა უკრაინასაც, რასაკვირველია, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპების, რომელიც მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას მოარღვევს, ამ დათმობაზე ვერ უნდა წავიდეს დასავლეთი ვერც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ უბრალოდ საკუთარ თავს ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებს მთელ მსოფლიო წესრიგს. ეს არის აქ ფუნდამენტურად გასარკვევი და ეს არის რაც მოლაპარაკებებს ართულებს, იმიტომ რომ მოსკოვი სწორედ ამ პოზიციიდან არიხევს. ის შესაძლოა ამბობს, რომ მათ უნდათ ომის დასრულება, შესაძლოა ამბობს, რომ მათ უნდათ მშვიდობა, მაგრამ მათ უნდათ მშვიდობა იმ პირობით, რომ ისინი გააკონტროლებენ კიევს, იმ პირობით, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ იქნება, იმ პირობით, რომ ისინი მთლიანად გააკონტროლებენ შავი ზღვის უსაფრთხოებას, რაც შეუძლებელია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ ყველაფერი, რაზეც მსოფლიო შეთანხმდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უბრალოდ თავდაყირად გება და რევიზიას ექვემდებარება ყველა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მას შემდეგ რაღაც საზღვრების ჩარჩოებს შეეხო. ამავდროულად ძლიერდება ისეთი სახელმწიფო, რომელიც იმთავითვე იმისთვის იბრძვის, რომ აი საერთაშორისო წესრიგი არ არსებობდეს, არამედ მხოლოდ დიქტატურული წესები არსებობდეს, სადაც ის იქნება ბატონ პატრონი აი ამ დიქტატურული სამყაროსი, რომელშიც საქართველოს მოქცევასაც ცდილობს, ხო? ეხლა ომი რეგიონშიც მათ შორის აი ტრანსკასპიური საერთაშორისო დერეფანზე ვთქვათ ბრძოლა მიმდინარეობს იმაზეც თუ რა წესის რა ტიპის მართლობა გაიმარჯვებს მათ შორის საქართველოში და კავკასიის რეგიონში ხო იმიტომ რომ ცივილიზებულ სახელმწიფოებს რომლებსაც ასევე გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს რეგიონის და საქართველოს მიმართ მათ ჭირდებათ დემოკრატიული საქართველო რომელთანაც ისინი ურთიერთობას შესაბამისად შეძლებენ ამავდროულად ისეთ მოთამაშეს როგორიც არის რუსეთი და ჩინეთი მათ ჭირდებათ სწორედ არადემოკრატიული საქართველო, იმიტომ რომ ეს იქნება მათთვის ხელსაყრელი გარემო აქ თავისი ინტერესების გასატარებლად. ამიტომ ეს ცივილიზაციური დაპირისპირებაა, რომელიც ეხლა აი საქართველოს ქუჩებში მიმდინარეობს. ქართველი ხალხი იბრძვის დემოკრატიული მართლობისთვის, მაშინ როდესაც მოთამაშეები და აგრესორები იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველო იყოს დიქტატურა, იმიტომ რომ ამ სამეზობლოში და ეს რაღაცნაირი თავისებური, არ ვიცი, წამოწდენა იყო დავით ულიანის თუ არ ვიცი, უბრალოდ მოკრაყური და მე ჩათვალა რომ შეიძლება და ამაზე ელაპარაკა. მაგრამ პირდაპირ თქვა რუსული კანონი, იმიტომ მივიღეთო რომ საქართველოს არ უნდა იყოს ამ ახალ დერეფანზე თუ განახლებულ სავაჭრო დერეფანში არ შეიძლება ერთი რგოლი იყოს მორღვეული, რომელიც დემოკრატიულია და სადაც რაღაც სიტყვის თავისუფლება არის, შემბოჭავი და სადაც საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს მილსადენზე რა ტარიფი უნდა დადგინდეს. ანუ პირდაპირ ითქვა რომ არადემოკრატიული სახელმწიფოების რგოლში ეს არის სუსტი რგოლი. საქართველოს
უაზროდ ყანყალებს მათთვის და ამიტომ უნდა იყოს დიქტატურა. ეს არის ამისთვის სიბრძვის ახლა პუტინი საქართველოში და არა იმიტომ რომ ახლა მართლა რაღაც ჩვენი ღვინოთი აღფრთოვანებული, ხო? ხო, რასაკვირველია. კი ბატონო, თუმცა აი ამ ახალ გადალაგებაში მსოფლიო წესრიგის ქალბატონინე როგორ უნდა მოქმედებდეს ახლა საქართველოს, ნუ ხელისუფლება რომ არის მოქმედებს, ხო გასაგებია. საქართველოს ხელისუფლება არ ყავს, საქართველოს ყავს რუსული წარმომადგენლობა, ეს არის კონკრეტული, არ ვიცი ხა FSB-ა თუ GRU-ა თუ ყველაფერი ერთად, მაგრამ ეს არის მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც აქ პირდაპირ ატარებს არასახელმწიფოებრივ ინტერესს. ან ქართული სახელმწიფოს ინტერესს არ ატარებს, რუსული სახელმწიფოს ინტერესს სავარაუდოდ ატარებს. ქართველი ხალხი როგორც იქცევა, ისე უნდა იქცეოდეს ქვეყანა. სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, ეს არის რთული ბრძოლა, მაგრამ სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ აი რა კონტექსტიც მე ვახსენე, იმ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი კეთილგანწყობითაც ქართული ოცნება არ უნდა მოიაზრებდეს ტრამპის ახალ ადმინისტრაციას თავის მიმართ. მნიშვნელოვანია ის, რომ დასავლეთს სწორედ დემოკრატიული საქართველოს ჭირდება, იმიტომ რომ დასავლეთის მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს კონკრეტული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, სტრატეგიული ინტერესები აქვს დერეფანთან მიმართებით თავისივე უსაფრთხოების კონტექსტში. ამიტომ მის ინტერესში არანაირად არ შედის, რომ აქ ჩინური ინტერესები გაძლიერდეს, ირანული ინტერესები გაძლიერდეს, ისევე როგორც მისთვის არ არის უსაფრთხო თუ ეს დერეფანი არ იქნება უსაფრთხო და შესაძლოა ნარკო და ადამიანების ვაჭრობის რაღაც სატრაფიკინგო დერეფნად გადაიქცეს. ამიტომ მათ სტრატეგიული ინტერესები აქვს საქართველოსთან მიმართ და იმისთვის რომ სტრატეგიული ინტერესები განხორციელდეს, მათ ფუნდამენტურად დემოკრატიული ხელისუფლება ჭირდებათ, ან მათ ჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც მათ ენაზე საუბრობს, მათი თამაშის წესებით მოქმედებს და არა რაღაც ჩინელი და ირანელი და რაღაც რუსი დიქტატორების დაძახებულზე და დაკრულზე. ეს გვაძლევს ჩვენ ბრძოლის უნარიანობის შესაძლებლობას და ამიტომ არის რომ ახლა აი ამ ძალმომრეობის ეტაპზე უბრალოდ ხალხმა უნდა გაძლოს, აი ამ დემოკრატიულმა მოძრაობამ უნდა გაძლოს იმისთვის, რომ ვერ მოხდეს იმ რეჟიმის ლეგიტიმაცია, რომელთანაც დასავლეთს ადრე თუ გვიან შესაძლოა საუბარი მოუწიოს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი თუ არ იქნებიან ბოლომდე სახალხო ლეგიტიმაციის მქონე, მაშინ მათთან აი იმ გეოსტრატეგიულ ინტერესებზე საუბარი ასე პირდაპირ ვერ მოხერხდება და შესაბამისად აქ რაღაც სხვა ტიპის მედიაციის ინტერესი გაჩნდება, რაც როგორც ჩანს უკვე გაჩნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დანიგანი საერთოდ არ შეხვდებოდა ივანიშვილის წარმომადგენელს. როგორც ჩანს აქ რაღაც მედიაციის ინტერესი უკვე არსებობს ვაშინგტონში. ვიცით რომ ქართული ოცნების მხრიდან არის ძალიან აქტიური მცდელობა, ну პრინციპში მათი პროპაგანდაც ამას ემყარებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ისინი შეძლებდნენ ხო გარკვეულწილად ურთიერთობის დალაგებას და შემდეგ ნახეთ რობიდანიგანი როცა შეხვდა მაკაბოჭორიშვილს აქ იყო ალბათ უფრო მოლოდინი კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით რომ დაანახოს ქართულმა ოცნებამ რომ მათ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ხედავთ ქალბატონინო, რამე ნიშნებს რომ ამ ურთიერთობის აღსადგენად რამე კონკრეტული ნაბიჯებს ну რომ არ გამსხვედავთ, მაგრამ ემზადება ქართულად. ამ ეტაპზე ეს არ ჩანს, ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური საფუძვლები. პირველ რიგში იმიტომ, რომ დიდი ალბათობით ამ ეტაპზე ამერიკის ადმინისტრაციის უშუალო პრიორიტეტებში საქართველო არ შედის. მეორე იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის საერთოდ არ იკვეთება რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის რაიმე პირდაპირი ხაზი არსებობს. ანუ ივანიშვილი როგორც ჩანს იმედოვნებს რომ რუსეთის გავლით მოახერხებს ის რაღაც კომუნიკაციის შედგენას და სწორედ რუსეთი იქნება მათი ლობისტი, იმიტომ რომ ივანიშვილის ინტერესებში რაც შედის ამ ეტაპზე რატომ უნდა მას დიალოგი ამერიკასთან. პირველი რომ აუცილებლად დარჩეს ძალაუფლებაში და მეორე რომ შემსუბუქდეს და ხო მიიღოს ერთგვარი ლეგიტიმაცია, მიიღოს ლეგიტიმაცია, ანუ აღიარებულ იქნას იმ ფორმით რა ფორმითაც არის, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და სანქციები და სანქციებისგან დაიხსნას თავი, მოსალოდნელი სანქციებისგან და ალბათ არსებული სანქციების რაღაცნაირად განმოხდას. ეს არის მისი სტრატეგიული ინტერესი. ამ ინტერესს რას საკვირველია ეწინააღმდეგება ის, რომ მათ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. ის, რომ ამდენი ხანი ხალხი ქუჩაში დგას, ამის უგულებელყოფას ვერც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს დედაქალაქი და ადმინისტრაცია ვერ შეძლებს და ამას ვერ ახერხებს შესაბამისად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც. ანუ ისინი პირდაპირ დიალოგში ივანიშვილთან ვერ გადავლენ. ალბათ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილს ისინი საერთოდ არ განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ მოთამაშეს და ივანიშვილის თაობაზე ალბათ პუტინს უნდა დაელაპარაკოს. სავარაუდოდ ასე გამოიყურება ეს ფორმა
ფორმატი მოლაპარაკების, მაგრამ მათთანაც რომ უნდოდეთ რაღაც ტიპის კომუნიკაციის წარმართვა, ეს სახალხო პროტესტი მათ უშლით ხელს, რომ ლეგიტიმური ხაზი მოინახოს. ამას ისიც მოწმობს, რომ ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდგომ შეხვდნენ ზურაბიშვილს, რომელსაც რაღაცნაირად დაარქვეს სახელი, რომ ის აი ამ დემოკრატიული მოძრაობის სახელით ისაუბრებს. ანუ უფრო მედიაციის როლზე იყო საუბარი, ვიდრე რომ მოდი ახლა ჩვენ ივანიშვილის რეჟიმთან ანუ აი რაში უნდა დავინახოთ? ახალ არჩევნებში უნდა დავინახოთ, კაპიტანი. ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმთან რამე გარღვევაზე საუბარი. ის რა თქმა უნდა მზად იქნება, რომ რაღაც დათმობებზე წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ არ ეყოლებოდა პოლიტიკური პატიმრები. ეს პატიმრები მას იმით ყავს, რომ მივაჭროს მათით. ანუ რასაკვირველია, ის ვაშინგტონთან ამით ივაჭრებს, ისე როგორც ევროპის ქვეყნებთან ამით ივაჭრებს. ის კიდევ უფრო მეტ ხალხს დაიჭერს და კიდევ უფრო მეტ რეპრესიებზე წავა იმისთვის, რომ შემდგომ კონდეს უკან დახევის შესაძლებლობა. მაგრამ ვიდრე ეს სახალხო პროტესტი ძალაშია და ფორმაშია და ამიტომ არის რომ ყველა რესურსი ცდილობს რეჟიმი რომ ეს პროტესტი ჩაახშოს ძალიან გაჭირდება ახალ-ახალი არჩევნების გარეშე მათთან რამე ფორმით საუბარი. ამიტომ ეს როგორც ჩანს მაინც არის შემაკავებელი და ასეც გამოვიდა ხმები რომ ამაზეც იყო საუბარი ბოჭორიშვილთან. კი ბატონო, დიდი მადლობა კაპიტანინა, მადლობა მოგზაურობის